მოკლედ ამ ვიდეოში ვამხელ ფილოსოფიის კლუბის თვალთმაქცობას, ინტელექტუალურ არაგულწრფელობას და მათი მსოფლმხედველობის სიგიჟეს. მოდი ახლა უცებ დავიწყოთ მესამეთი. მე როდესაც ავედი მათთან ლაივში სადებატოდ, ვიკითხეთ უშეძლებოდა რამდენიმე კითხვა დამესვა, რაზეც მივიღე თანხმობა. და მე ვეკითხები ასეთ რაღაცას. თემო მეთქი მე შენგან მაქვს ლაივში მოსმენილი, რომ შენ ამბობ, რომ შენ ხარ სრულყოფილი. და ვეკითხები რა დეფინიციით იყენებ მეთქი მაგ სიტყვას. რაზეც მიპასუხა, რომ სრულყოფილი არის, როდესაც ვიღაცასთან რაღაცას აქვს ყველაფერი ის, რაც უნდა ქონდეს, არც მეტი, არც ნაკლები. კარგი მეთქი. ანუ შენ ხარ სრულყოფილი, ხო ასეა? ამაზე მიპასუხა, რომ კი, მე ვარ სრულყოფილი და ასევე სამყაროს ყველა სხვა კომპონენტიც არის სრულყოფილი. მერე ვეკითხები, ანუ შენ ამბობ, რომ შენ ხარ სრულყოფილი და ასევე ამბობ, რომ სხვა ყველა ადამიანიც არის სრულყოფილი, მეთქი, ხო ასეა? რაზეც მიპასუხა, რომ კი, სხვა ყველა ადამიანიც არის სრულყოფილი. შემდეგ ვეკითხები, ანუ ადამიანი, რომელმაც პატარა ბავშვი აწამა და გააუპატიურა, ეგ ადამიანიც არის სრულყოფილი, მეთქი, ხო ასეა? რაზეც არ გამცა პასუხი, კი ან არა, არ მიპასუხა, ანუ თავისთავად კი უნდა ეთქვა, იმიტომ რომ თქვა, რომ ყველა ადამიანი სრულყოფილი იყო. მაგრამ ვერ თქვა, იმიტომ რომ დაინახა თავისი მსოფლმხედველობის სიგიჟე და იცოდა, რომ მაგას ვერ იტყოდა. ახლა მოკლედ მოგასმენინებთ, რაც მოგიყევით და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. სანამ დაიწყება რამდენიმე კითხვას დაგისვამ თემო, ისე რაღაცა მარტივ კითხვებს რა, ანუ ხარ თუ არა სრულყოფილი. ანუ ყველაფერი, პასუხობ კი, ყველაფერი იგივე ატარებს მაგას. ანუ კითხო, კი, ყველაფერი. ანუ შენ თქვი რომ კი მე ვარ სრულყოფილი და ასევე სხვა ყველა ადამიანიც არის სრულყოფილი, ხო ასე თავისთავად. მე არ ამხოლოდ ადამიანებზე ვამბობ, არამედ ყველა სამყაროს კომპონენტზე ვამბობ, რაც სამყაროში. კი, გასაგებია, ადამიანებზე გეკითხები, მესმის რომ ყველაფერზე ვამბობ, მაგრამ ადამიანზე კი, რა თქმა უნდა, კი, ყველაფერზე, ყველა კომპონენტზე. მაგალითად ადამიანი, რომელმაც პატარა ბავშვი აწამა და გააუპატიურა, ეგ ადამიანიც არის სრულყოფილი, ხო ასე? მან არის ესეთი რაღაც რომ მეგობრებო, მე ეს ვიდეო როდესაც დავდე, მე არ მეგონა ამას კიდე რაიმე მსჯელობა თუ დაჭირდებოდა, მაგრამ რამდენიმე ტვინ გამორეცხილმა ადამიანმა დამიწერა, რომ ეგო სხვა დეფინიციით იყენებსო სიტყვა სრულყოფილსო. არა, სხვა დეფინიციით კი არ იყენებს, მეც ზუსტად მაგ დეფინიციით ვიყენებ სიტყვას სრულყოფილს. ზუსტად, როდესაც არსებას აქვს ყველაფერი, რაც მის ბუნება შეესაბამება, არც მეტი, არც ნაკლები. მეც მაგ დეფინიციით ვიყენებ. მაგრამ განსხვავება იცით რა არის? მე ვთვლი, რომ ადამიანი არის მორალური არსება. ანუ არსებით დონეზე მორალურია იგი. ადამიანი არ არის ჩემთვის უბრალოდ რაღაც ხორცის ნაჭერი. შესაბამისად, როდესაც ადამიანი ამორალურ ქმედებას ჩადის, სრულყოფილი ვეღარანაირად ვეღარ იქნება ეგ ადამიანი. იმიტომ რომ არსობრივად მის არშივეა ეს მორალურობა. და თუ სრულყოფილების დეფინიცია არის, რომ არსებას აქვს ყველაფერი, არც მეტი, არც ნაკლები, უკვე ამ სრულყოფილების დეფინიციაში ადამიანი ვეღარ ჯდება. იმიტომ რომ მის არშივეა მორალურობა და რადგან ამორალურად იქცევა, უკვე რაღაც აკლია სრულყოფილებისთვის. ამიტომ ვამბობ ჩვენ ქრისტიანები, რომ ჩვენ არავინ არ ვართ სრულყოფილები. ყველანი ცოდვილები ვართ, ყველანი ვაშავებთ. ამიტომ გვჭირდება ქრისტე, რომელიც გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან, რომელმაც ჩვენს გამო თავი გაწირა და ჩვენ სრულყოფს ქრისტე თავის თავში. ანუ ჩვენ სრულყოფილებას მოახდენს. და მისთვის ეგრე არ არის, იმიტომ რომ სულის არსებობას არ აღიარებს. ამიტომ უწევს მაგის თქმა მოძალადეზე და ყველა ადამიანზე, რომ სრულყოფილია. იმიტომ რომ ბუნების ნაწილია და ეგ ეგრეა. ამიტომ სხვადასხვა დეფინიციით კი არ ვიყენებთ, ერთი და იგივე დეფინიციით ვიყენებთ, უბრალოდ მას მისი მსოფლმხედველობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მოძალადეზე თქვას, რომ არასრულყოფილია. იმიტომ რომ მის მსოფლმხედველობაში სული არ არსებობს, სულის არსებობას არ აღიარებს. თორე მართლა დებილი კი არ არის, არ იცის გონია, რომ არასრულყოფილია ეგ ადამიანი? მაგრამ ეგ რო ეთქვა, მე მაშინ დებატს წააგებს და თავისი მსოფლმხედველობა ჩამოეშლება. და მაინც წააგე დებატი და ბარემ გეთქვა, რომ არასრულყოფილი იყო, რაღაცა წვალობდით ყველა. აი ახლა განახებთ, როგორ საცოდავად ცდილობდა აი ამ სიტუაციიდან გამოძრომას. შენ რა დეფინიციაზე სამობს სრულყოფილების, ეგ არის თეოლოგიური დეფინიცია, რაც ასევე თეოლოგიაში არის სწორი. მე მაგ სრულყოფილებაზე რო ვლაპარაკობდე, მაგ შემთხვევაში არ არის სრულყოფილის პიროვნება, ვინც მაგას აკეთებს. გესმის? შენ რაც მითხარი. ბავშვს ცუდად მოიქცეს, არ არის ეგ ტიპის სრულყოფილი, შენი დეფინიციით, შენ რასაც ამბობ. ხვდები? მაგრამ ჩემ დეფინიციას, როდესაც ეხება საქმე, მანდ არის მიზეზებზე და შედეგებზე. ხვდები? ეს არის ონტოლოგიურ დონეზე სრულყოფილება. ანუ ეხლა გაიგეთ რა თქვა? თუო შენს დეფინიციას გამოვიყენებთო, ანუ თეოლოგიურს ამ შემთხვევაში, მაშინო არასრულყოფილი არისო, მაგრამ ჩემს დეფინიციას თუ გამოვიყენებთო ჩემს მსოფლმხედველობაში, მაშინო სრულყოფილი არისო. ანუ ადამიანს თავისი მსოფლმხედველობა იმის საშუალებასაც არ აძლევს, რომ პატარა ბავშვების მოძალადეზე თქვას, რომ არასრულყოფილია და ჩვენი ქრისტიანების მსოფლმხედველობიდან, ანუ დეფინიციიდან იპარავს, რომ რაღაცნაირად თქვას, რომ მოძალადეზე რომ არასრულყოფილი არისო. და მე ეს ზუსტად უთხარ იმას ლაივში, მოусმინეთ.
როდესაც მორალზე საუბრობდით რა და როდესაც პასუხი გამცა ამ ყველაფერზე, როდესაც მე ვკითხე რომ როდესაც იგი დამითახა რომ ყველა ადამიანი სრულყოფილია და მე ვკითხე არის თუ არა ის ადამიანი სრულყოფილი რომელიც პატარა ბავშვი გაუპატიურებად თემო თქვა ესეთი რაღაც ჩემი დეფინიციით ეგრე უნდა იყოს იმიტომ რომ მაგას ლოგიკური დასვლა მოყვა მაგრამ შენი დეფინიციით გეტყვი რომ მოდი არ არის სრულყოფილი ანუ ადამიანს საკუთარი სრულყოფილების თავის მსოფლმხედველობაში ისიც კი არ აქვს იმის საფუძველიც კი არ აქვს რომ თქვას რომ არასრულყოფილი ადამიანი რომელსაც პატარა ბავშვი გაუპატიურა და ჩემი მსოფლმხედველობიდან იპარავს დეფინიციას რომ ოღონდ რამენაირად გამოვიდეს რომ უარყოს რომ არასრულყოფილია ის ადამიანი. ეს ჟესტიკულაცია რაც გააკეთე სარკასტულ გამომეტყველებასთან ერთად, გააკეთე შენივე მსოფლმხედველობაზე ისე რომ იცოდე. ახლა ვნახოთ რა პასუხი გამცა ამაზე. აი, რაზე საუბრობს ნეო? ორი წამი დავლე. არ დაგგვიჩქარება. ეს უარყოფის პერიოდი მაქვს ახლა რა თორე ჩემ არგუმენტებს ჩამოვაყალიბებ. ესე იგი, ნეო საუბრობს იმაზე, რომ სრულყოფილების დეფინიციას ჩემგან იპარავს, არაფერს არ ვიპარავ ვისაც ჭირდება შენი სრულყოფილების დეფინიცია. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ შენ დეფინიციას, რასაც გულისხმობ, ანუ მაგას რომ ვგულისხმობდე მე, მაშინ მეც შენ სადრზე ვიქნებოდი. ანუ საქმე იმაში არის, რომ აი მაგალითად შენ თუ სრულყოფილი, ანუ ყველანაირად კარგი. ბიჭო. აი ხო იცით, აი სხვას რო უყურებ და შენ რო გწხვენია. მერე დებატს როცა აგებდნენ უკვე როგორ დაიწყეს მოქცევა ხედავდით ყველანი ხო ლაივში ერთი მოდი იმით დავიწყოთ რომ ბოდიში რა მართლა კულტურულად მეცინება შემეცნება უგან განსაკუთრებულად არა ორი წამი გაჩვენდი რა ჩემი დრო არის კითხვების დასმით რა და კიდევ ძალიან ბევრი რამე იყო უბრალოდ მეზარება ამოჭრა რა და უკვე დებატი რო წააგეს ანუ ერთადერთ არგუმენტად დარჩათ ის რომ ნეოსო კამერა არ ქონდაო ჩართულიო და კითხულობდაო რა ბიჭო რა მაგ წასაკითხავი რას კითხულობდი ყოველდღე რასაც ვლაპარაკობ ის გელაპარაკეთ ლაივში ყოველდღე რავი ვიდეოებში უბანში ეკლესიაში ყველგან სადაც აი რასაც ვლაპარაკობი ბუნებას პიროვნებას ინდივიდ შორის განსხვავება მორალის ონტოლოგია რასაც ვლაპარაკობ სულ იმას ის ვილაპარაკე ლაივში და ბევრი რამე კიდე რაც გელაპარაკე ლაივში შენთან ისედაც ნალაპარაკები მქონდა და კამერა რატო არ ჩართეო ბიჭო რა კამერა უნდა ჩამერთო ანუ ადამიანებმა მომიწვიეს დებატში ანუ სადებატოდ ფორმალური დებატი იყო და რავი სერიოზული ხალხი მგონია და თან ლაივში ამ დროს აი წარწერა აქვს და აკეთებდნენ თავიანთი წიგნის რეკლამას რაღაცა წიგნის სათაური ედო და აი 20 ლარიღის შეძენის სურველება პირაში მოგწერეთ თუ რაღაცას იგი გავგიჟდი ეგ რო დავინახე საერთოდ კამერა ჩამერთო არა ის კიდე დაგირეკლამებდი ბარემ წიგს და გადაყვებოდი ზედ მე კიდე რამე ხო არ გინდა ჩემგან რამე ხო არ გაგისწორდება რავი კიდე რამე თხოვე და მოგირბენინებ რამის რა კამერა უნდა ჩამერთო და ესენი არიან მოსარგებლე ხალხი და მაგიტო არ ჩავხტე კამერა თავი ჩემს ხარჯზე უნდათ პოპულარობის მოპოვება და თავიანთი 20 ლარიანი წიგნის გაყიდვა და რავი ძმებო არ გამოგივოთ ეგრე რა შეგეწიოთ ძმებო უფალი იესო ქრისტე და იმედია ოდესმე გამოხვალთ მაგ დაბნეულობიდან რა უფლის იესო ქრისტეს წყალობით